პლეადიანელების გზავნილი 17 თებერვალი 2022 წელი. ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია. მოგესალმებით ჩვენო ძვირფას დედამიწელებო. დედამიწისათვის ამ პასუხისმგებლო დღეებში, როდესაც წყდება კაცობრიობის ბედი, ჩვენ მოვედით რათა მხარში ამოგიდგეთ. თქვენი გამოღვიძების პროცესი სრულისრული მიდის წინ და ნელ ძალებს მის შეჩერება უკვე აღარ შეუძლიათ. სულ ცოტა ხნის წინ კაცობრიობის ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი ბალანსირდებოდა გამარჯვებასა და დამარცხებას შორის, ახლა კი როგორც იქნა სასწორის პინებამ მკვეთრად გადაეწია გამარჯვების მხარეს. ჩვენს კი გილოცავთ ამას. როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა გაამყაროთ ეს გამარჯვება? პირველ რიგში განთავისუფლით შიშისგან და მის ნებისმიერი გამოვლინებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ შიშმა შეუწყო ხელი თქვენს დამონებლებს თქვენს განადგურებამდე მიყვანაც და თქვენი თავისუფლების შეზღუდვაში. ხოლო რაც ყველაზე მთავარია, სწორედ შიშმა მიიყვანა კაცობრიობა თქვენი ჯანმრთელობისთვის სასწრაფო ინიექციამდე, რომელსაც თქვენი დამპყრობლები განზრახ ნიღბავენ ვაქცინის სახელით, რათა გამოიწვიონ ნდობა ადამიანებში. თქვენ უკვე აღარაფრის უნდა გეშინოდეთ, რადგანაც ყველა ეს ცუდი უკვე უკან დარჩა. ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკურში, ფინანსურ, სოციალურსა თუ სამედიცინოში. ჭეშმარიტი ინფორმაციის ნაკადმა გაარღვია ოფიციალური მასმედიის კედელი, გამოვიდა გარეთ და აქვს ალტერნატიული ინფორმაციის ყველა წყარო. ახლა უკვე ვეღარავინ შეძლებს მმართველი ენტინას სტატუსის შენარჩუნებას, რომლებიც ამოფარებული არიან სრულ დაპირებებს და დეზინფორმაციას. როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია და ეს რეალურად ასეცაა. ახლა თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდნენ ახალი გმირები, მამაცები, გულსფრები და მართლები. ისინი თან გაიყოლებენ ანაჩეს და ეს სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა თანათანობით მოიცავს მთელ მსოფლიოს. მეორე მხრივ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გააცნობიეროთ თქვენი ერთობა ყოველ გამოღვიძებულ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, თუ პლანეტის რომელ ადგილას არის ის, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, რომელ ენაზე საუბრობს და როგორ ტრადიციებს მიყვება. ყველა თქვენგანისთვის ახლა მნიშვნელოვანი ერთიანი მიზანი სრული და საბოლოო გამარჯვება ბნელ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის წაერთვათ ყველაზე ფასეული რამ, რაც ადამიანს გააჩნია, მის თავისუფალი ნება და უფლება თავად გაანკარგოს საკუთარი ცხოვრება. ჩვენ მშვენივრად ხედავთ ნატიფი დონიდან ძალების ენერგეტიკულ განაწილებას. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოღვიძებული სულების განაწილება თანაბარია, მათი პროცენტული შეფარდება საკმარისია იმისათვის, რათა დაეხმარონ დედამიწას ჰარმონიულად ამაღლებაში. ალბათ თქვენ თავადაც იცით, რომ მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი ცხოვრობს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ადამიანისთვის არ არის ჩვეული მონური ფსიქოლოგია და რბოს შეგრძნება იმ დოზით, როგორც მაგალითად ზოგიერთი მჭიდრო დასახლებული აზიის ქვეყანაშია. თუმცა მოცემული შემთხვევაში თქვენი პლანეტის ზოგადი ენერგეტიკული მდგომარეობა განისაზღვრება დედამიწის ადამიანთა კოლექტიური ცნობიერებასთან ურთიერთქმედებით. ამ შემთხვევაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენი და რა სახის ენერგია შეედინება ადამიანთა კოლექტიურ ცნობიერებაში და არა იმას თუ საიდან მოდის ეს ენერგია. ამიტომაც მათი ანათანაბარი განაწილება კომპენსირდება სრულად გამოღვიძებული ადამიანების მაღალი ვიბრაციებით. ხოლო რაც უფრო მაღალი იქნება თქვენი კოლექტიური ცნობიერების ენერგეტიკული დონე, მით უფრო მაღალი იქნება ადამიანთა ცნობიერების დონე მთელ მსოფლიოში, რადგანაც მათ შორის ენერგეტიკული ცვლა მიმდინარეობს მუდმივად. ამგვარად დედამიწა თქვენი კოლექტიური ცნობიერების ვიბრაციების აწევა გაგრძელდება მადამ სანამ თქვენი პლანეტა და ადამიანები, რომლებიც მის მაღალ ვიბრაციულ ორბიტაში მოხვდებიან, სრულად არ გადავლენ მეხუთე განზომილებაში. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბევრი მათგანი, ვინც კითხულობს ამ გზავნილს, მოხდება მათ რიგებში. ეს დრო სწრაფად ახლოვდება, ამიტომაც შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სულიერი სიძლიერე ჩვენ ძვირფასებო და არაფრის არ გეშინოდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი გალაქტიკური ძმები და დები ყოველთვის თქვენთან არიან და რთულ მომენტში მზად არიან, რომ გამოგიწოდონ დახმარების ხელი. თანავარსკვლავედით პლეადების უხუცეს და საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.